გაძლიერდით, გაიხარეთ სიყვარულში, იმედში, სარწმუნოებაში. რა თქმა უნდა, აუცილებელია ადამიანს კონდეს მოწიწება ლოცვის დროს. ლოცვის დროს კონდეს ღვთის წინაშე დგომის განცდა, კონდეს სინანული და რა თქმა უნდა ღვთის შიში უნდა კონდეს. ეს რა თქმა უნდა აუცილებელია. ღვთის შიში ეს არის წინა პირობა სიყვარულის აღორძინების, სანამ ადამიანში სიყვარული აღორძინდება. ღვთისა წინა პირობა არის შიში. ამიტომ შიში ღვთისა განწმენდელი და მაცხოვნებელი. ეს ის შიში არ არის ჩვეულებრივი ადამიანური შიში. ეს ან რაღაც ფიზიოლოგიური, ან რაღაც სხვანაირი აფექტური, ან სხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობა ადამიანური უზრუნველყოფის. ეს სხვა განწმენდელი მეტაფიზიკური შიშია. განთობილი შიშია, რომელიც შემდეგ გადადის უკვე იმ მოწიწებაში, იმ ღვთაებრივ ყოფობის, ღვთის ეგზისტენციის შეგრძნებაში, ახლობლობაში ღმერთის შენთან ყოფობისა, აი იმ მდგომარეობის შეგრძნება ცოდნაში გადადის. ეს ის შიში, ანუ შიშის მაღალი მდგომარეობა, ხარისხობრივად განთობილი მდგომარეობა ჩვეულებრივი შიშის. და ყველა გზნობები უნდა განიხილოს, ეხლა მარტო შიზე არ არის ნებართი. ამიტომ ეს სრულყოფილი შიში შემდეგ თანდათანობით გადადის სრულყოფილ სიყვარულში. თანდათანობით, ну თავიდან შეიძლება ისე სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ უკვე ღვთის სიყვარულში გადადის. რაც შემდეგ დასაწყისი ხდება, როგორც წმინდა მოამბის ოძახი, ღვთისმეტყველური შეგრძნების, ღვთისმეტყველური აზროვნებისა, ქრისტეს გონებისა და ღვთისმეტყველების დასაწყისია, ღვთის ღმერთის მეტყველების, ღმერთთან საუბრის ლოცვით. ამიტომ ღვთის შიშის გარეშე რა თქმა უნდა ადამიანის სიყვარულს ვერ შეიძლეს, ეს წინაპირობაა. მაგრამ ეს გასავლელი ეტაპია და საკმაოდ ესეთი საპასუხისმგებლო ეტაპია ადამიანის სულიერ განვითარებაში. საღვთო სიყვარულის შეძენის წინ შიშია, მაგრამ რაც უფრო მეტად მატულობს საღვთო სიყვარულის შეგრძნება, მით უფრო კლებულობს პროპორციულად შიში. კი არ ქრება, კლებულობს, მაგრამ სადღაც ესე ვთქვათ მდგომარეობა მისი არის, ოღონდ უფრო იკლებს, მაგრამ სადღაც რაღაც მაინც ეს პასივში გადადის უფრო. აი სრულყოფილი სიყვარული უკვე ღვთისმეტყველების დასაწყისია და ღვთის შიში თითქმის უკვე სხვა ფორმას იღებს. თითქოს იგი აღარ შეიგრძნობა ისე, იმიტომ რომ ტოტალური სიყვარული ღვთისა იმ შიშს კი არ აკრობს, მაგრამ სხვა უფრო სრულყოფილი და თავის ადგილ მიჩენილ მდგომარეობას აძლევს. ადამიანი უკვე როდესაც საღვთო ჭეშმარიტებთან შეგრძნებელი და მხილველი ხდება, ღვთის სრულყოფილი სიყვარული, ეს უკვე დიდი მაღალი მდგომარეობებია. წმინდა მოამბის შევით, მისთვის უკვე ყველაფერი განცხადებულია, ყველაფერი ღვთის სიყვარულში არის ჩაძირული, ყველაფერი ღვთის სიყვარულშია. სიყვარული უკვე ესეთი ადამიანისათვის, როგორც ამბობს წმინდა მამები, ბუნებით ადამიანი ხო ვერ მიემსგავსება ღმერთს, მადლით მიემსგავსება, მაგრამ წმინდა მამა ამბობს იოანე კეპისაფცელი, რომ ესეთი სიყვარულიო ბუნებით ღვთის მსგავსების შანსს აძლევს ადამიანს, ბუნებით ღვთის მსგავსებას. ხედავთ, იმიტომ რომ ღმერთის სიყვარული არის და სიყვარულში ესე გაზავება ადამიანის პიროვნების დაკარგვის გარეშე, ჩვენთან ადამიანის პიროვნება ქრისტიანულ ღვთივ გამოცხადებულ მოძღვრებაში არ ქრება და არ ზავდება უპირო აბსოლუტში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ბუნებით ღვთის მსგავსება, რამდენადაც ეს ადამიანისათვის და მისი ასე ვთქვათ სულიერი განვითარებისათვის პროპორციულად შესაძლებელია. ადამიანური განვითარების შესაძლებლობის მიხედვით პროპორციულად, ხო? ზოგი უფრო მეტად, ზოგი უფრო ნაკლებად, მაგრამ გზა ხსნილია განვითარებაში. რამდენადაც სიყვარული ასე ვთქვათ იზრდება, მით უფრო კლებულობს შიში. და პირიქით, რაც უფრო სიყვარული იკლებს, იმდენად მრავლდება შიში და მე შემდეგ უკვე სხვა რისკ ფაქტორებიც წარმოიშობა და ხეს დიდი თემაა შევახება ასკეზაში. ვისაც დიდი სიყვარული აქვს ღვთისა, ის მეგობარია ღვთისა და სულიერად უკვე ასე ვთქვათ მეგობრობის ხარისხშია ღვთისა, რაც დიდი პატივია და ღმერთმა თქვა ქრისტემ, მეგობრებს გიწოდებთ თქვენ. თავარია რა თქმა უნდა ეს სარწმუნოება, სასვენება და სიყვარული, რომელიც თავში ვახსენებ, ეს სამი სათნოება ყოველივეს განამტკიცებს და იცავს ადამიანს სრულად დღეს ამ ჩვენ ძიმე დროში, ჩვენი ეწოდებით გამუდმებულში, თუნდაც მაგერა. მართლა ყველაფერი კეთილად შექმნა. ხოლო უფრო ის ამაცა სიყვარული არის ყველაზე მთავარი, რადგანაც მას ღმერთი ეწოდება. პირველი კორინთელთა პავლეს ეს ამოთქვა. ღირსი იოანე სინელი
ამ სამ სარწმუნოებას, სასუებასა და სიყვარულს ყოვლადწმინდა სამებასაც კი ადარებს. ხედავთ, მართლაც რაღაც აი რიცხვის სამი აქაც იქნება. როგორც სარწმუნოება, სასუება და სიყვარული, სამი საფრთხისმეტყველო სათნოება მას ადარებს როგორც ყოვლადწმინდა სამებას, ეს მსგავსად სიმბოლურად, ხო? და ვინც ლაპარაკობს სიყვარულზე, იგივე წმინდა მამა ამბობს, ცდილობს სიყვარულზე ლაპარაკსო, თვით ღმერთზე კადრულობსო, სიტყვის დაძვრასო. ხედავთ, ვინც სიყვარულზე ლაპარაკობს, არა ესე სიყვარულზე მიყვარხარ, მეციანების გულების გაგზავნება, მიყვარხარ და გაუბრალობდა და გაყალბდა და განსვეთი რაღაცა ფრაზა მათ იქცა ყოველდღიურ რუტინულ ფრაზად მიყვარხარ და სიყვარული და სინამდვილეში იმის უკან არაფერი რო არ დგას ხარ. ხდება ესე ძალით შეიძლება არ აკეთებს, მაგრამ აი ესე ხდება ხოლმე, ხო გაცვით ეს, გაცვთა სიყვარულის ცნება. და ვინცო სიყვარულზე ლაპარაკობს, მთლად იყავი, საუბარი ჭეშმარიტ სიყვარულზე აქ რა თქმა უნდა, ხო? ის თვით ღმერთზე კადრულობსო, სიტყვის დაძვრასო, ღმერთზე ლაპარაკი კი უგრძალველად არ შეიძლება და უგრძალველი ადამიანისათვის დიდად საფრთხილო არის და საფრთხეთოა. რადგან ღმერთის სიყვარულია და ვისაც სიყვარულის განმარტება სიტყვით სურსო, იმ ბრმას გავსო, რომელიც ზღვის ფსკერზე ქვიშის დათვლას სტილობს. ხედავთ რა კარგი სიტყვები. მართლაც ესეა. იმ ბრმას გავსო, სად ხვდები, რას ხვდები შენ? ის სიყვარულია, ვინცაც მართლა უყვარს, ის სიყვარულზე ცოტას ლაპარაკობს. მას უყვარს. და ვინც ბერს ლაპარაკობს სიყვარულზე და ვინც ძალიან ბერს ლაპარაკობს სიყვარულზე, მას შეიძლება უყვარს, მაგრამ რაღაც ეჭვებს იწვევს მაინც. ამიტომ გულში ხვდება სულის ზახილოვან, გულში ხვდება ადამიანი და ღმერთი ერთმანეთს. ჯვარიანი გულში ჯვარი გადაიყვება. ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლო სიყვარულის გამოხატულებაცაა. ჰორიზონტალური ხაზი კაცთა შორის და ვერტიკალური ღმერთსა და ადამიანის შორის. სიყვარულის ნიშანია. თუ სიმბოლოა და ამ ორი ხაზის გადაკვეთა გულში ეს არის ზუსტად იქ უნდა იყოს ქრისტე ცენტრში და ამით ცნან ყოველთა ვითარცა ჩემნი მოწაფენი ხარ უკვე თუ იყვარებოდეთ ურთიერთთავს. იოანე ღვთისმეტყველის სახარებაში წერია მე-13 თავში და მინდა რომ აი ამას მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა სარწმუნოება, რა თქმა უნდა იმედის სასვეობა. იმედი ესეც ის ჩვეულებრივი იმედი არ არის, განღრთობილი იმედია, რომელიც სასვეობაში გადადის. სასვეობა მაღალი დონის სხვა მეტაფიზიკური უფრო სხვა ხარისხობრივად იმედია. ეს ის იმედი არ არის, უბრალოდ დიდი თემა. მაგრამ აი სიყვარული, რომელზე ლაპარაკიც კი გეშინოდესო, სიყვარულს რომელიც ღმერთიას, აი იმ სიყვარულში მინდა რომ გავძლიერდეთ ყველანი და რას ვამბობთ ხოლმე? სიყვარული არის ჩვენ შორის და შეიძლება ესე ითქვას, ქრისტე არის ჩვენ შორის. ანუ სიყვარული არის ჩვენ შორის და მეც ამ სიყვარულით მიყვარხარ. რატომაც არ გლოცავ დიდი სიყვარულით ამინ.